მოგესალმებით უფასო გულშემატკივრებო. ნელ-ნელა გადის ბოლოში დიდი ათის რეგულარული გათამაშება, უკვე 17 ტური. ამჯერად გვექნება რეპორტაჟი აუჭალის სათარიღო სტადიონიდან, სადაც არმია ეთამაშება ლელოს. ხედავთ ახალ განახლებულ ბალახზე. ხელოვნურ საფარზე გაიმართება მატჩი მესრე რომ გამუნიორ დღეს ერთ-ერთ შეხვედრა სოსუ ჯაფარიძე წაიყვანს. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, მე-17 ტურის მეოთხე მატჩი არის უკვე კროკოპეთ დიდიათის საინტერესო დაპირისპირება. გვაქვს ერთო მნიშვნელოვანით შეიძლება ითქვას სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით ორივე გუნდს ესაჭიროება ძალიან გამარჯვება ლელოს იმისთვის რომ პლეი-ოფისთვის დაიტოვოს ბრძოლის შანსი ბოლო ტურში. ბოლო ტურში ისინი აიას ეთამაშებიან ქუთაისში გასვლაზე, ხოლო არმიამ რომ გაიმყაროს თავისი საპლეი-ოფო ადგილი. მოკლედ უნდა ვთქვათ რომ ორი კარგი მობურთავე გუნდი ეთამაშება ერთმანეთს და ვფიქრობ კარგი თვალსასეირო თამაში უნდა გამოვიდეს. გავაცნოთ შემადგენლობები მაყურებელს დავიწყებ ნომინალური მასპინძლებით ლელოს არასენსით ზურიკო ურთაშვილი, ნიკა ბაბუნაშვილი, დავით კუნთელია პირველ ხაზში, მეორეში გუგა ღანიაშვილი და სანდრო ქოიაო გუნდის კაპიტანი, მესამეში ზაურ კენჭაძე, ვაჟა მაისურე და ზურა გოთაიძე. ნახევარდაცვა დავით ხუროშვილი და პეტრე ხუციშვილი, ფრთებზე გაგა ქევღიშვილი და შალვა აფციაური, რომელიც დაბრუნდა ლელოში. სანაკრებო თამაშების შემდეგ ასევე იოანე მეტრეველი და გიორგი ჩიკოვანი ცენტრებში და 15-ად იქნება ლუკა ცირეკიძე ისიც დაუბრუნდა და გუგა ღანიაშვილიც უნდა ვახსენოთ აუცილებლად ტონიკე ბობუტეიშვილია მთავარი მწვრთნელი. კი, რაც მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობითაა, ლელო პრინციპში უკვე ბევრი შამილოს მორაგბეა, არმია ერთზე ვახტანგ ქვათაძე, 2 ირაკლი ქვათაძე, 3 გიორგი კაკაურიძე, 4 ნოდარჭეიშვილი, 5 საულვან გოილევუ, 6 გუნდის კაპიტანი თენგო გიგოლაშვილი, 7 ფარნა გასვიანი, 8 კოლი ტამანიტოკულა, 9 კოტეიაშვილი, 10 გიორგი ჯაში, 11 ბექა მაჭარაშვილი, 12 სანურ სესიაშვილი, 13 გიორგი ხარშხელაძე, 14 გიორგი გელაშვილი, 15 მამუკანინიძე, გუნდის თავმჯდომარე ლაშა ბაირამაშვილი. ხო, კი ბატონო, აი ირაკლი ქვათაძეც ასევე დაუბრუნდა ნაკრებიდან. არმიას მოკლედ ხო აქ ძლიერი ქარი აუჭალაში აშკარად დღეს თბილისში საერთოდ და აი აქ განსაკუთრებით იგრძნობა ხოლმე სხვათა შორის ქარი აუჭალაში კი ამ სტადიონზე მინახავს ყველაზე დიდი ქარი, მე ყველაზე დიდი ქარი მე მგონი ზოგადად. ხო, აქ რაც შეეხება საწინაო მდგომარეობას, ლელო 8 ქულით ჩამორჩება 6-ში შესასვლელ ადგილს. ნუ თუ მდგომარეობაში არიან, ერთი რომ არც არმია იონი მეტოქე და რაც თავია ბოლოს უკვე ეთამაშებიან ქუთაისში აიას. ნუ მინიმუმ 8 და 9 ქულით, მინიმუმ 8 ქულით ჭირდება ლელოს იმისთვის რომ შევიდეს 6-ში და რაც ფაქტობრივად ნიშნავს რომ აუცილებლად ორივე თამაში და მოიგონ და შეიძლება ბონუსიც კი დაჭირდეთ და რა თქმა უნდა აქ რა ხდება? გამოვარდა ბურთი როგორც ჩანს და მიცა ხო ნიკა ამაშუკელია მათი მთავარებსადი საბა მახარაძე და ონისე მოგელაშვილი დაეხმარებიან მას კიდეებიდან. ხო, თითქოს დაძრა არმიამ შერკინებაში, მაგრამ ბურთი გამოვარდა და მიცა თამაშის საშუალება ნიკამაც. ხუროშვილი მაღალი ფეხი. ხო, ხუროშვილი ძალიან დიდი ძალაა ლელოსთვის, ის არის აი მთავარი გამნაწილებელი. ხშირ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ ხოლმე რომ სწორედ მისგან იჭრება ხაზები, უყვარს მოლიდან, რაქიდან გაპარვები და საკმაოდ სწრაფი მორაგბეა და ქმნის ხოლმე ამით უპირატესობას. კი, ყველა თამაში ფაქტობრივად აი ლელოს მოგებულ თამაშებში ნუ ძალიან სულად დაიწყო მოგესალმებით სეზონი და მერე უკვე რომ დაემატათ ხუროშვილი განსაკუთრებით ასევე მეტრეველი რამდენიმე მორაგბე შავი ლომიდან როცა იმატებენ მაშინ თამაშობდნენ როგორც წესი უკეთესად და ნუ ხუროშვილი მაგაში გამორჩეული იყო ნახოთ. წამოვიდა თამანიტკოლა აკარი ბოჭვა აქ ხარშილოდეს, მაგრამ როგორც ისტრაფეში მოდიან არმიელები ხო უნდა გადაგორებულიყვნენ აქ ლელოელები და პირველი არმია მიიღო არმია. კი, არმიას ფაქტობრივად ექსოუში განაღდებული აქვს გასვლა, უბრალოდ რა თქმა უნდა მათი მიზანი ხა არის რომ გავიდნენ მეოთხე ადგილას და ნუ მოგესალმებით უკვე სახში თამაშობენ პირველი ეტაპის პლეი-ოფს. სახში კი ბატონო, თან პირველ მეორე მესამე ადგილებზე დასავლური გუნდებია და არ მოდია ვინმეს დასავლეთის წასვლის დიდი სურვილი კონდეს პირველ ეტაპზე პლეი-ოფის. იქაც ძალიან დაძაბულია სიტუაცია, სულ რაღაცა 2 ქულა, 1 ქულა სხვაობა და მოკლედ ბოლო ტურში ძალიან ბევრი რამე უნდა გადაწყდეს. კი, არის ბრძოლა პირველი მეორე ადგილისთვის, ზონაში ჯერ არ ბათუმს აქვს შანსები.
და ნუ კიდევ ძალიან დაიძაბა გასავარდნად აგერსოს შენი მსაჯე ყოჩები რომელიც მობრუნდა ესე ვთქვათ ბოლოს ორი თამაში მოიგეს აი ეს ძალიან კარგად მოგეშკულა აიღეს დააგროს ქულები და დაჩნეს ესე იგი თამაში არიან ჯერ კიდევ ხო 4 ქულაა სხვა ტაოსთან და სწორედ ტაო ყოჩები იქნება ბოლო ტურში ასპინძაში გაიმართება ეს მატჩი ესე ვთქვათ ერთგვარი უპირატესობა არის და ტაოელებისთვის რა თქმა უნდა და დავამატებ იმას რომ ურთიერთშეხვედრებში ტაოს ექნება უპირატესობა ამიტომ ბონუს ქულით უნდა მოიგოს ყოჩება კი ბატონო ხო ის პირველ მე ვიმსაჯეთ შორის ტაო ყოჩები ორივე შენი მსაჯე ხო პირველი მე ვიმსაჯე მეორე ხა შემდეგ ტურში იქნება აქ ხო, არმიელებს დარჩათ ეს ბურთი აქ და ხო, ჯარიმა იმ ორი კი ჯარიმა აქ საინტერესოა. ხო, არ ყავს ვიდეო რეფერი შესაბამისად გამეორების ფუფუნებაც არ გვექნება დღეს. ვასკარა ძალიან ძლიერი ქარია. კი და ნუ აუტისკენ ჯობია ითამაშონ. გიორგი ჯაში მოწამდე ნაკრების წევრი. საკმაოდ კარგი მოლი ყავს სხვადასხვა ორივე გუნდს ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სადაც ბრძოლა იქნება დღევანდელ მატჩში ეს მოლი იქნება ეს კარგი შანსი არმიელებს ხო ალბათ ბურთობა გაჭირდება და ჯახი ბევრს გადაწყვიტავს დღეს შეჯგუფებები ასე ვთქვათ აი აქ წეიშულზე ორი ხელით მარტივად კარგი მოლი შეკრეს არმიელებმა ბიძგიც მიცეს მაგრამ კარგად მუშაობს ჯერჯერობით ლელო მაინც იცვალეს ღერძი აქ არმიელებმა და მივიდნენ ლელომდე და გაიტანეს კიდევაც პირველ ლელო აი სწორედ ამაზე ვსაუბრობდი აი პირველი იმპაქტი იყო ძალიან კარგი არმიელებისგან ჩამოიღეს თუ არა ბურთი ბიძგი მიცეს და აღარც გაჩერდნენ შემდეგ იცვალეს ღერძი ესე ვთქვათ ლელომ ვეღარ აუღო დაცვაში ალღო და გაიტანეს პირველ ლელო არმიელებმა ირაკლი ხვათაძე ლოს ავტორი ნუ ირაკლის წელს უკვე დებიუტი ქონდა ნაკრებში ერთად ასე გამარჯვებულია ლევანდელის და ითამაშა საკმაოდ ძირითადად ითამაშა ორი თამაში ასე რომ უკვე დამკვიდრდა შეგვიძლია ვთქვათ თქვათ წამყვან სამ კვადს შორის რომელიც ხშირად თამაშობს. ხო, საქართველოში თან შერკინებაში მოხვედრა ძალიან რთულია და რა თქმა უნდა ქება და ქება. კი, ყავს თამა კონკურენტები საფრანგეთში, ახალგაზრდა მორაგბეები პერსპექტივას თვლებიან, მაგრამ აჯობა ამ ეტაპზე ირაკლი. ნუ ის წლების განმავლობაში ირაკლი რა თქმა უნდა ერთ-ერთი საუკეთესო კვაჭია დიდაში. თან ლოკომოტივის სკოლა გამოვლილი. აინც აძლევს ეს უპირატესობას. რა თქმა უნდა. ნინიძე უთყავს კიდევ ერთი გამოცდილი მორაგბე და ხო რთული აქედან გატანა ამ მომენტში 5-0 კარგად დაიწყო არმია. ხო, აქტიურად დაიწყო არმია, ორჯერ დააჯარიმა მეტოქე, მოლითაც მოახერხა ლელოს გატანა. ნახოთ რა პასუხს გაცემენ თორნიკე ბუტეიშვილი შეგირდები ამ გაშვებულ ლელოს. იაშვილი თუ ისე კარგი დარტყმა სწრაფად არ შემოაგდეს ხო უგუშენანში ნეუსაც ისეთი დამსტატიკურად ეს ფაზე აუტები და მოლები კარგად აქვს დამუშავებული სხვადასხვა შორის უნდა აღვნიშნო რომ ორივე გუნდი ესე ვთქვათ კარგი დისციპლინით გამოირჩევა და კარგი სამსაჯო გუნდები არის ესე ვთქვათ და ყოველთვის ეს კარგი სასეირო თამაში გამოდის ხოლმე მათი შესრულებით. კი, თუ გუნდები ვთქვათ დისციპლინურები არიან, ის თამაშის ხარისხის ალბათობას მაღლა წევს, რა თქმა უნდა. კარგი თამაშის. აქ აი უტევს ლელო მოკიანლების ჯახაობენ. ქოია რომელიც ყველაზე აქტიურია როგორც წესი მიზალებებში, ქოთაიძე შებოჭეს ხუროშვილი ცვლის შეტევის მიმართულებას, აი ეს ფაზური შეტევა ლელოსი ტრადიციული, ისევ ხუროშვილი ხუციშვილმა თამაშა ახალში მორკინალებით, მაგრამ ჯერჯერობით არმიელები კარგად კითხულობენ დაცვაში ლელოს შეტევებში, ქოვანი წამოვიდა კარგად. ორი ისეთი დიდი შრომა ყავს ლელოს, ხუროშვილი თვითონ შეუტია მოკლეზე, თუმცა მიუხსნენ და არა, ვერ ჩაჭდი. ისევ ხუციშვილი ურთაშვილის მიძალება ღანიაშვილი ძალიან დიდი ძალა უნდა აღნიშნოთ არა ჯარიმ არ არის
ო ნოდარჭეიშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ თამაშობს. კი. საიდან მოპარეს? აი გამოირჩევა ეს ბიჭი თავისი სათამაშო ინტელექტით. როცა არ ელოდები ისეთ იმ დროს არის ხოლმე იქ დაის რაღაცებს აკეთებს. ამით ფასობს ის ერთიორად. კვათაძე ზახარიჩი როგორც მას უწოდებენ ძმები ზახარიჩები. კარგი გათამაშება მაჭარაშვილი არა, ვინ არის გიგოლაშვილი თორსტები. კარგი რაკი. ეს მეორე კვათაძე ვახტანგი ისე კვათაძე შებრუნებული გადაცემა ხარშილაძე ძალიან გამოსთილი მორაგბე არის ამდენი სეზონია უმაღლესი თამაშობს თან სტაბილურად დაიცვა მაინც ეს რაკი არმიამ შეუნელდა ბურთი აი აშედიან ლელოერები რა შეგვიძლია იშლებიან ბოჭო შესულდა უნდა გაიცავო ლელოელები უცდილობს ნიკამოშკელი კომუნიკაციით კი არ უნდა თქო ყოველთვის ცდილობს არ დააჯარიმოს აი ესეც უნდა იყოს საჭიროა სადაც შანსი იქნება სადაც უნდა მოახერხოს და ჯარიმა ჯიბეში ჩაიდოს ესე კი მით უმეტეს დიდაჩი აქ კარგი დარტყმული ფოტოშორის შვენიერი თან მაგრამ ის სავარაუდოდ არ იქნება 50 თუ 50 შეტანილი ხო კი მეც ეს დავინახე რომ შეტანილი იყო და დაველოდე მაინც წინას არ ვთქვი არაფერი სწორად კი აქ ჩახურული იყო არმიის შეტევა ვეღარ ვითარდებოდა და ასეთ დროს ასეთი კარგი დარტყმული ძალიან დიდ მოგებას იძლევა გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო გიორგი ჯაში იყო მემარცხენე არის ის ხო კარი არის უნდა ითამაშონ არმიელები აუცილებლად ჰაერში და როგორი მაღალი ხტომელები ყავთ კი ხედავთ მაგრამ კარგი აუტი და ასრეს ახტომა ლელოელებმა კარგად დაიცვა თავი არმია მოწყდა ბაბუნაშვილი აბა თუ დაჯებიან ბურთზე ხო უნდა გადაგორებულიყო გაკაურიძე თუ არ ვწდები რამდენიმე მორაგბე იყო იწვა იქ ძალიან დიდია ბაბუნაშვილის ფოტოშორის ყვაჭი კაპარიტები რთული მოსახელთებელია პეტრე ხუციშვილი უეცეს დაბრუნდა საფრანგეთიდან ხო სხვათა შორის აი ლელოს თამაშის სტილი აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ლელოს თამაში თუ როგორ წავა ამ დამტყველს ფეხი და არის ხოლმე თამაშების თუ პეტრეს მიდის კარგად ფეხი ლელოც შესაბამისად და აღწევს ხოლმე წარმატებას ვინახავს რომ ხან ისეთი შეცდომების დაუშვია მაგრამ ხა სპორტია და ხდება ასეთები რა თქმა უნდა დრო და დრო უკვე ასაკთან ერთად დაგვინდება ძალიან ბაბუნაშვილი მოიპარა კარგად აუტი და წავა ხა მიწაზე იაშვილი ო დღეს არ არის ანდრონე ხორციშვილი გუნდის კაპიტანი მას ის წინა მატჩი დაბრუნდა სხვადასხვის რუსთავთან მანამდე მას კარგი ბოჭვა აქ მაჭარაშვილზე წინა მატჩი დაბრუნდა მას კოჭის ტრავმა აწუხებდა და სავარაუდოდ გაუმიზეს და სანდროს აქ ნინიძის შვენიერი დარტყმა და ცირეკიძე დაუშვა და აქ უნდა აიღოს თორე დააჯდებიან წინ იყო აშკარად უხერხული ბურთი დაუთხა ძალიან თან ქარია არ ეს იოლია სახელმწიფოდ არ იყო იოლი დაბრუნება არ მოუწია ცირეკიძეს კი არა ეხა უცოდეთ შავი ლომის მორაგბები არიან იგივე დიდი 10-დან რომლებიც დიდაჩი გამოიჩნდა ისინი მოხდნენ შალოშიდან ეს დონე მათი დონე ეხა შეუულია დიდაჩიდან სხვათა შორის რაღაც გამოწვევაც აი დიდაც მოთამაშეებისთვის რომ შავი ლომის მოთამაშეს აჯობონ და შევა მეტი წნეხიც კი მიიტანონ შავი ლომის მორაგბეზე ასე რომ არავინ იოლად არ დაუთმობს არაფერს შავი ლომის წევრებს რა თქმა უნდა ყველას ყოველთვის რაღაც დამტკიცებას სურს ხო იცი და კი ხო ეს არის სპორტი. ამითაც გამოირჩევა სპორტი კი ბატონო. აბა, შერკინება. თავისუფალი ადრე წავიდა ლელო, იაშუმა სწრაფად გაათამაშება სადა, მაგრამ არასწორი ადგილიდან.
ეს წესი სხვათა შორის ესე შეკინებაზე და აი ჩახურვალზე რო ეგრევე შეკინება არ არის თავისუფალი უკვე ამერიკის ჩემპიონატშიც ჩვენგან მიიღეს ხო? რა, სხვათა შორის ერთი მასწავლებელი მიტყვა ჩვენ მსაჯებს დევიდ ვუკისონი ასევე მუშაობს ამერიკელ მსაჯებთან და შესაბამისად ესე საერთო კოლაბორაცია გვაქვს რაღაცეებში და სწორედ ჩვენგან მოხერხდა ამის გადინება და არაერთი წესი წაიღეს სხვათა შორის. აქ ხდება არმიას ჩაუვარდა ბურთი ფეხი დაარტყეს ხდება დაჭარაშვილი რა მაგარი ცირეკიძეს ცირეკიძე როგორ ჭკვიანურად ითამაშა გაუშვა აიღო და ამით დრო მოუგო საკუთარ გუნდს რთული ბურთი გადაარჩია ძალიან უთხრავს ხუროშვილი მე როგორც ხვდები, რა ვიცი, ცოტა ძნელი ვერ გავიგე ბოლომდე, მაგრამ თითქოს ლეოს სასარგებლოდ უპერავს ქარი. კი, ლეო თამაშობს ზურგის ქარით. ხო, ამიტომ მაშინ თუ ესეა, აუცილებლად ლეო რა თქმა უნდა ეცადოს, რომ ეს გამოიყენოს, იმიტომ რომ რთულია ყოველთვის პირქარში თამაში. კვათაძე? აქ შეცდომა დაუშვეს ადრე ახტნენ მაგრამ გადააცილეს და თამაშია რა თქმა უნდა ხარშილაძე ჩიკოვანს ამოუხტა გააკეთა გადაცემა აბა გელაშვილის ახიფათოა უნდა შეინახოს კარგად ითამაშა გელაშვილის მოშუტკაცი არის გვას ხოთაშვილს ალიბეგაშვილს გავს ყაზბეგის ძალიან აგებულებით ცოტა განსხვავება თვის ფერებში. ხო. დაბალი დარტყმისკენ მოუწოდებენ კოდიკოს, მაგრამ მაღალიც მშვენიერი დაარტყა უნდა აღნიშნოთ ცირეკიძე. გადმოაგდო ოფლოუდი ხუროშვილი. აფციაური შეუულია მასთან დაჩაგვრა. წავიდა გაასფეხზე. დენი არა იმის და მიუხედავად რომ მაჭარაშვილი ფეხზე ეკიდა აქ სად არის კადრი ხუროშვილი აბა ეს გადაცემა თუმცა არის კიდე გრძელდება შეტევა ოხ რა იყო კარგი ბოჭვა ცირეკიძე აცეა გოთაიძე შევა 22-ში მივიდა 22-თან ხო ეს კარგია ლეოსთვის ცირეკიძე 15 ნომრად რადგან შეუულია მას ასევე 10 ნომრის ფუნქციების შესრულება და 2-10 ნომრით ორ მხარეს შეეძლებენ თამას იქოიავა სუაი ყოველ პირველ დარტყმას ისაკეთებს და თავის თავზე იღებს დაკარგეს არა ჩიქოვანი გავიდა და მეტრეველი ათანაბრებს ანგარის მშვენიერი შეტევა ერთი ამოსუ თქვით წამოღებული ბურთი ჯერ აღნიშნოთ აფციაურის ის გაჭრა ფთაზე ამდენი არა სადღაც 40-55 მეტრი დაფარა მან თავისი სპრინტით და შემდეგ ლელომ არ დააგდო ტემპი არ დააგდო და მაიპოვეს უკვე სივრცეები არმიელთა დაცვაში და გაათანაბრეს ანგარიში გარდასახვად საკმაოდ მარტივია და არ უნდა გაუჭირდეს პეტრე ხუციშვილს და აღსანიშნავი ის არის რომ ყველა პრეზენტაცია ყველა რაკი კარგი ქონდა ლელოს ძალიან სწაფი ბურთი გადიოდა და ყალდაწყვეტებების სწორად იქნა მიღებული. ხო, აი აქ თუ დღეს თუ მოახერხა ლელომ თოდაშვილის გამარჯვება. ბოლო ტურში ლელო აია იქნება ძალიან საინტერესო თამაში უნდა აღნიშნოთ. არა ნაკლებ დაძაბული, იმიტომ რომ ლელო შეიძლება პლეი-ოფში გასვლა, აიას აუცილებლად მოგება ჭირდება იმის რომ პირველ-მეორე ადგილი შეინარჩუნოს და მოკლედ მთელი ციოკი იქნება ბოლო ტურში. ყველა გუნდს მოგება ინდომება. ნამდვილად თან ალბათ ერთი ყაზბეგსაც ენდომება მოგება რა ვინაიდან 28 ქულა ყაზბეგს 24 ქულა აქვს და სტალომ თუ მოახერხა და დაამარცხა ყოჩები ყაზბეგი შეიძლება მე-9 ადგილზე დაждდეს და კი იმიტომ რომ ყაზმეო თუ ვერ აიღო ვერნაი ნუგეშის ქულა მაშინ თანაბრ შემთხვევაში ტაო გადაასწრებს ყაზბეგს იმიტომ რომ უთეთ შეხვედრები უკეთესად აქვს ასე რომ საერთოდ შეიძლება დაკარგოს ანუ მე-9-ად მოგესწრებათ მე-8 ადგილი უკვე საერთოდ 7-ია მე-8 ადგილი 7-ია კი ხო ლელოს სამხრივ არ იმუქრება არაფერი რადგან 5 ქულით ასწრებს ტაოსთან და საკმაოდ მობილიზებულია ბოლო ტურებში ლელო აღნიშნოთ აბა
ჯაში გადაწოდა ნინიძეს გელაშვილი რას მოიფიქრებს ჯვარიზე აჩვენა დღას ფეხზე კარგად წავიდა შეინახა იოშვილი კოლი წავიდა მიზალებელი საკმაოდ ძლიერი არის კოლი უნდა აღნიშნოთ არმიელთა 8 ნომერი ფიზიკურად სესიაშვილი და ბლოკი კი გავდა გიდებისთვის დაჯარიმდა ხო რა თქმა უნდა აფციალურ უბრალოდ იმიტაცია გააკეთა რა თამაშების არც უნდა გაითამაშებინ არ არის ლელო სტილი თამაშის საწყისში რომ სწრაფად გაათამაშონ გვინახავს ხუროშვილისგან არაერთხელ გათამაშება მაისუროდესაც უყურს ხოლმე სხვა შორის სწრაფი გათამაშება თუ ხედავს რომ ჩარჩენილები არიან თამაშგარეში და ლეოსთან ახლოს არიან იცის ესე ჯარიმი საკიდება და ყვითლის შესაბამისად მაგრამ ლელოს უყურს უფრო დაალაგებული ფაზა სისტემური რაგბის თამაში და შესაბამისად არც ველოდებოდით გათამაშებას და საფეხი დაარტყა ხუციშვილმა ბრავო კი აქ იყენებს ლელო ქარს ძალიან კარგად ამას გამოყენება უნდა თქმა უნდა იოლი მაინც არ არის აქ გადატანა წინვალე სადაც 7-8 მეტრშია სხვათა შორის ჩვენი ბაზა არის ავჭალაში მსაჯები აქ ვარჩევთ ხოლმე და აქ რო გვიწევს ხოლმე თამაში ერთგვარად სახში ვწნობთ ხოლმე თავს აქ ვერ მოიგო ხელაზე ახდა ჭეიშვილი და ჩამოყალიბდა მოლი მიდის ლელონელნელა წინ აი აქ პირველი გაჩერება თითქოს და გააჩერეს და ჩახურეს კი ბატონო მაგრა დაიცვა არმიამ თავი ხო ესე რომ შევხედოთ ფიზიკურად უფრო დიდი გუნდი არმია მეჩვენება ხო თუნდაც არ უფრო გამოცდილი მორაგბეები წავს შეგვიძლია ლეოშიც არიან რა თქმა უნდა გამოცდილი მორაგბეები მაგრამ არმიაში უფრო მეტად შერკინებაში განსაკუთრებით ხო ჭეიშვილთან გაბარიტებით ნამდვილად ყველაზე დიდია მოედანზე გასულ ჭეიშვილი და სანდრო ქოიავა ძალიან ახლო მეგობრები არიან ბავშვობიდან. ხო მეგონი შეიყვანა, ქოიავამ წაიყვანა რაგბზე, ესე მახსოვს, გადაცემავს ნახი. ნუ სანდრო ქოიავა გამოცდილება ახსენე და სანდრო ქოიავა მეგონი არ დამითვლია, მაგრამ ნუ დელოში ჩემპიონობები ბათუმში, ანუ ყველგან მეგონი ყველგან ჩემპიონი ხდებოდა, აი ერთ-ერთი ყველაზე ისე ტიტულოვანი მორაგბეა საქართველოს ჩემპიონატში. ტიტულოვანი, კარგიც შეგვიძლია თქვა და ერთ-ერთი კარგად საურთიერთობო კაპიტანია ჩემი გამოცდილებიდან. რაც შემიძლია აღვნიშნო. აქ შერკინება გვექნება ლეოსი, სადაც ბოლოს ადრე მიწოლისთვის დაჯარიმდა თავისუფალით. ნახოთ მნიშვნელოვანი კომპონენტი ხა ითამაშებს თუ არა ლელო დაჯარიმებაზე. გამოიტანა ლეომ გოთაიძე ხუროშვილი აბა ქემხიშვილი სახიფათოა მაგრამ სესიაშუ მაგარი ბოჭვა შეასრულა ხო ფიქრობ სანდრო სესიაშვილი არის მორაგბე რომელიც სულ სულს განვითარებას ცდილობს ახალგაზრდაა და მოკროუჩას დაჯარიმდა ჩავარდნის გამო კი ხო სულ ვითარდება ჯერ პატარაა ოტოლი ნაკრებშია და ვფიქრობ მან თუ ესე არ შეწყვიტა შრომა და არც მგონია რომ შეწყვიტოს ძალიან კარგი პროდუქტს მივიღებთ კი მე წლებში გამოჩნდა ზოგადად არმიაში ესე თქვა ინდივიდუალურად საინტერესო ახალგაზრდები აი დავით ბარბაქაძე რომელიც ლიონში გადავიდა უკვე შემდეგ წელს სამსახურში წავა აქ კიდევ ერთი კარგი შანსი ლელოს. ხო, არ როგორც სიტყვაზე ლელოს აიას გამხედავთ ხვამლისგან რომ ესე კარგ თაობებს დიან, ასევე არმიამაც დაიწყო იგივე ვადრი ბუხუოს ხელმძღვანელობით უნდა აღვნიშნოთ, ხედავთ ხო, აქ სესიაშვილი გინდა, ჯაში, კეშელავა, ბარბაქაძე, ანუ თავისი აღზრდილი მორაგბეები ყავს ძალიან ბევრი, რაც რა თქმა უნდა ერთობ. აქ მოლი თითქოს წავიდა, მაგრამ ქართული რაგბისთვის ძალიან კარგი არის აბა რაც უფრო მეტი ასეთი გუნდი გვეყოლება
ბურთის ადარი არის გამოჩნდა თუ დადებს. დადო. თითქოს არ ვიცი. ჩაიხურა როგორ ჩანს ჩაიხურა. არ გამოჩნდა კარგად. არც იქიდან, არც აქედან. თითქოს აქედან რაღაც მომენტში ხო, როგორც ამოუდო ხელი ქვევიდან ნიკა. არც აპროტესტებს დიდად მე მგონი ბაბუნაშვილი რაღაცას ეუბნებოდა, მაგრამ მე მგონი დიდი პროტესტი არ მოყვა ამას ნელოსგან. ხო, გადარჩა კიდევ ერთხელ არმია. ხელი დაუჭირეს კარგად არმიელებმა და გადარჩნენ ლელოს ჯაში, ქარის და მიუხედავად საკმაოდ კარგი ფეხით გამოვიდა. ცირეკიძე გამოშალა ხუციშვილი. გამოტოვა და ქევხიშვილი. თუმცა კარგად გამოძრა მაინც, მშვენი თამაშა გაქევხიშვილმა. კარგი მიძალება ურთაშვილისგან. აქ ამოვანე. ხო, როგორ კარგად გააკეთა ხუროშვილმა, უყვარს მას რაღაცები. აქ დაუგროვდა საკმაოდ გამოცდილება მას და ამოიღო საბოლოოდ. ბურთი არმიამ ჯაში გადავა უკვე დერეფანში. საკმაოდ ქარის და მიუხედავად საკმაოდ ცოცხალი თამაშია, რაც შეუდებოდით. ისე მიილია 26 წუთივეც კი ვიგრძენი. ქართულ რაგბიზე საუბარში, ქართული რაგბის სიყვარულში და არ გადავიდა ბურთი და აბა წამოვალა დასიზავს ახლა ლელო მაისურაძე. აგრიკას მივიდა. მაგრამ მივიდა. სხვადასხვა ესეთი ვაჟა მაისურაძე ესეთი სპორტსმენი ბიჭი არის დაუნიშნოთ. ესეთი ჭკვიანი ტიპის მორაგბი, ანუ სწორგაწყვეტილებით გამოირჩევა, რაც ისეთი არ უფრო ჯანის ხარჯზე, არ უმედ 5 მეტრიანში ცდილობს, რომ უფრო მოხერხების ხარჯზე. გახსნილი გონება აქვს შეგვიძლია ვთქვა და სულ ზღვარზე თამაშობს ესე თქვა და კი. აქ შევაფასოთ აშკარად ბოლო წუთები ლელო მოიპოვა უპირატესობა და ბურთი ჭირდებოდათ კიდევაც რადგან მეორე ტაიმში უკვე ქარი მათ საწინააღმდეგოდ იქნება აქ სადარი ბურთი და აქ უკვე ლელომ ამოიღო. იზოლაციაში მოყვა ჭეიშვილი და გაათამაშა მაისურაძე ხო აი ამაზე საუბრობდი მაგრამ კაკაურიძე მიიღო მაინც უპირატესობა შეუშალა ხელი კიდევ ერთი მიძალება კარგად უტევს ლელო ქოიავა გააკეთა პასი თანაგუნდელზე აბა ხუროშვილი აფციაური ჩაერთო მარცხნიდან წავიდა განზე აიცილა ბოჭები თუმცა ალბათ უნდა გაასწოროს რაღაც ეტაპზე ჩადო ბურთი ცირეკიძე ჩიქოვანი შევიდა მაგრამ შებოჭე საბოლოოდ სადა ბურთი რა ხდება ჭარიმა 10 მეტრის ხო ცინიკურად არაძლევს ახლა ნიკა ამაშკელი ყუთობარაზა ვეთანხმები ამაში რადგან ცინიკურად არ გაუკეთებია მიდიოდა უკან უბრალოდ სივცე შეზღუდა ჩასვლას ცდილობდა მაგრამ მაინც თამაშგარეში მოყვა და არ უნდა ყოფილიყო იქ ეს რო პირდაპირ დაიჭირა ახლა მაინც როდი რა თქმა უნდა ყუთელი ბარდას დაიჭებოდა აქ კიდევ ერთი 5 მეტრიანი აუტი ლელოს კარგად გადააქვს ძალიან ხუციშვილს მესამე შანსი იმ ლელოს შემდეგ სამი ესეთი მომენტი ჰქონდათ და ორი ვერ გამოიყენეს ნახოთ მესამე ცდილობა როგორი იქნება ამჯერად არ ახტა არმია და ძმოლი დააყენდა წავიდა მეტრეველი და გადავლაზე აი თუ ჩადებს გაიტანა ბოლო მომენტში მაინც დაუსხდა რამდენიმე არმია და შეხტა ლელოში ბრავო მეტრეველს რა მაგარი ლელო გაიტანა მიუხედავად იმისა რომ პირველი საკმაოდ მძიმე კონტაქტი მოხდა პირველი წაღების დროს შემდეგ მაინც იარა და გაიტანა ლელო კი შეცვალეს ესე იგი რომ გადაწყვეტილება ის მოლონობის ეფექტი ის იყო რომ არ დააგორეს მოლი არ ახტა არმია მაშინ არმიას კიდე ეგონა რომ მოლი იქნებოდა გაიტანეს არსთან და მეტრეველი რა თქმა უნდა ის ამისთვის არის მოედანზე რომ ესეთი დარტყმები გააკეთოს თითქოს გააჩერეს მაგრამ მე მეგონა რომ ბოლოში ჩაუხურავდნენ მაგრამ არა ყოჩახ კარგად ითამაშა და უკვე სხვაობა საკმაოდ ისეთია და ტაიმის დონემდე აქვთ
დრო კიდე ლელოს და რა თქმა უნდა ქარიც სამ ქარი მათ ასარგებლოდა ამ მაქსიმალურად უნდა ეცადონ გამოყენებას. ხუთიშვილი. ხუთი. მოიპოვა როგორც შეնაღნიშნე ლელო მობიდატესობა, უბურთოდ არის არმია. ნიკამა ნიშნა რომ 10 წუთი იყო დარჩენილი პირველი ტაიმის დასრულებამდე ნინიძე ძალიან გამოცდილია. გამოცდილი და საიმედო. კარგი ღვინოსავით არის, ხო იცი? კი. აი ისიც ბევრჯერ ჩემპიონი ბათუმში ჯიქებში, რა ვიცი. კი ბატონო. თან ისეთი უნივერსალი მონაკვია 10 ნომერზე, 15 ნომერზე ორივე გან შეგიძლია გამოიყენო კენჭაძე, 10 და ჯაშ. კარგად მიიღო მარიკო იულის ამოსაღები ეს ბურთი. და რა ხდება? უხელო ბოჭა? ხო, როგორც ჩანს, უხელო ბოჭები და ღანიაშვილი. და ნინიძე, ნახოთ. ხო, ხელები შემოხევისკენ მოუწოდა. შევიდა 22-ში. კარგად დაარტყა ნინიძემ. ახოთ ბოლოს აქ დერეფანი რო ქონდა არმიას. ლელო მოლით მოახერხეს და ლელო გაიტანეს ამ შემთხვევაში. რა შემოგთავაზებენ არმიელები? კვათაძე ბურთით. ფარნაგასვიანზე ვერ აიღო ფარნამ ეს ბურთი ბაბუნაშვილი ბძვის დაიტოვა. განწირული ყვირილი ესმის რომ გადმომივსეთო და ამოიღო ეს ბურთი არმიამ წამოიღო საულა და ჩაუდა და მაგრამ როგორც ჩას ბოჭავი იყო კი ბატონო. კი ბატონო ბოჭავი იყო კოლი. იაშვილი ჯაში მაჭარაშვილი ხო მაჭარაშვილი ხოთა შორის ესეთი ძალიან სწრაფი ხო არის და მოუხელთებელი მორაკვია კი კარგი მოძრაობები კი რთული შეზაბოჭია და ესეთი აი ფინი ძალიან კარგი ფინიშერიც არის აი ლელოსთან ისე გადახტომა უყვარს გაფრინდება ხოლმე კი გამოჩვევა ისეთი მორაკვია მოგხვდება ნამდვილად აი ეს დაგამახსოვრდება ისეთი სტილი აქვს აქ რა ხდება? გრძელი გადაცემა რა კარგი იყო გასვიანი შებოჭა ხუცი შუმა. სადაა ბურთი? ცოტა რაქში ვხვდებით რა ხდება? ბურთი სადაა? აი აქ მაისურაძე კი ბატონო. მოდრა როგორც ჩანს უპირატესობით. სარგებლობდა არმია და ისევ დერეფნისკენ მოუწოდა გიგოლაშუმა. კი. თეგო გიგოლაშვილი რომელიც გვახსოვს ჩვენ 2018 წლის სოფლიო ჩემპიონატი იყო. ესეთი გამორჩეული მოთამაშე იყო ძალიან მესამე ხაზში და თამაშობდა მაშინ ეხლაც ისეთი გამორჩეული ბოჭვის ტექნიკა ჰქონდა. სულ აი კოჭებში უყვარდა ხოლმე სულ ბოჭვის შესრულება. შემდეგ რაღაცა ტრავმებმა ძალიან შეუშალა ხელი. არმაში იყო ხო? არმაში თამაშობდა კი ბატონო, ძალიან შეუშალა ტრავმებმა ხელი, მაგრამ ყველაფერს და მიუხედავად დღეს ვხედავთ. აი უკან ხედავთ ხეებზე რა ხარია, რა ხდება. ძალიან ძლიერი ხარია. აქ რა ხდება, უჯარიმოთ? ბურთი თუ არის? არ ჯარიმა არის, გამოწია ნიკამ ხელი. ეს კარგი დაჯახებაა ძალიან. და არა, მე უკვე ხო, აი აქ დრო გააჩერა, უკვე ბევრი ჯარიმა უკვე. ბოლო პერიოდში ლელოსგან და უკვე უნდა გაესაუბროს ესეთ სანდრო ქოიაოს. ხო.
აი გაფრთხილება არის ამაზე და იქ სადაც მოლი ხურებოდა იმ დროს ერთ-ერთი ლელი მორაგბე თუ დაინახეთ გადაახტა გადააწვა რაც რა თქმა უნდა შეიძლება წესებით უკონალეს ტრავმირებულებს და გადავა ხან იძე აბა ნახოთ არმია მეტოქის 5 მეტრიანში თან ლელოს გაფრთხილება აქვს მაქსიმალურად აკურატულად უნდა ითამაშონ დაწვაში რომ არ მოაკლდეთ ერთი კაცი და დერეფაში მაგრა უშლის ლელო ხელს უნდა აუღნიშნოთ აქ რა ხდება წინ თამაში იყო მანამდე არმიელებს და შემდეგ ლელორებს და ეს დაუბრუნდებათ ახლა ვერ გამოიყენა არმიამ თავისი შანსი ბოლოში უფუშდებათ მათ აუტები ბოლო ეპიზოდებში აბა ხუროშვილი ბურთით რა ხდება წნეხში მოაქცია არმიამ ო გამოძრა ჩიქოვანი მაგრამ ახლა დაიჭირეს და ალბათ არაძლევენ მიწაზე წასვლის საშუალებას ხო რა თქმა უნდა ამაგრა ითამაშა დაცვაში არმიამ რა ხელა წნეხი დაადო მეტოქეს და ჩიქოვანიც იმის და მიუხედავად რომ ლეოდან გამოვიდა ქვათაძე სწრაფად გათამაშება უნდა სწორიც არის აიღო მივიდა ბატონო ძალიან ცოტა რჩება არმიას ლელომდე კოლი გასვიანს გაატანეს ეს ბურთი აქ მოსხوار ჩამოაყალიბ არ გაჭედავენ კი ანიაშვილი მაგრამ წავიდა მიწაზე და როგორც ჩაიხურა იგივე მოლი იყო ესეც და წინ დავარდნია ხო ვერ ითამაშა არმიამ კარგად და 4 წუთი ამასობაში უკვე ტაიმის დასრულებამდე ნახოთ შეკინება თითქოს წინა შეკინებებში რაღაც არმია უფრო ცდილობდა მიწოლას თუმცა აქ პატარა ხარვეზი და რა თქმა უნდა იქნები თავისუფალი დანიშნება ან ჯარიმა ლელოს სასარგებლოდ ისეთი ზონაა მაგ რაღაცა გაუგებრობაა ჩვენს კადრში არ ხდება რაღაცას მოუწოდა ნიკა ამაშკელმა რომ გასულიყო გამოვარდა და ჯარიმა შიგნით მიწოლისთვის და ჯარიმ და არმია ამ შემთხვევაში შეუძლია ხო შულს რომ შორს დაარტყავს ხედავთ ხარი უბერავს მისგან მარჯვენა მხარეს ამიტომ უთხრავს ხედავთ სადა მოდის ამ ხელა მანძილს ფარავს ამ ხარის გამოყენებით და ტაიმის ბოლო ატომაც არა შეუძლია აქ შეტევაზე იფიქროს იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია კი ცხაკულ არ არის პატროპედეცო მაგრამ გავიტვაიცოთ რომ მეორე ტაიმში ხარი უკვე
არმიას სასარგებლოდ დაუბერავს. სუდად მოწოდებული აუდი ძალიან. ხუროშვიმა მაჭარაშვილი. ხო, აი ძალიან კარგად შეუულია მას. ფეხების მუშაობა. და ნელა. ხო, თორემ აი ზაურკენჭაძეც უნდა აღნიშნო, რომ როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მან საკმაოდ გვიან დაიწყო რაგბის თამაში. როგორც ისი მოჭიდავე იყო ის და სულ რაღაც რამდენიმე სეზონია რაც რაგბში გადმოვიდა, აქ შეცდომა მეგონი პირდაპირ აუჩი გადავიდა და ლეოს ექნება დარტმის ადგილიდან და ერეფანი. და საკმაოდ ხისტი მოჭავია სხვათა შორის. ნუ ეს აპრობირებული მეთოდია ქართულად განსაკუთრებით ეს თემურბედიაშვილი. ხო, პირველ ხაზში იყო ხოლმე უფრო, მაგრამ აი ესე მესამე ხაზში შვიათად. აი თემურბედიაშვილს უყვარდა ყოველთვის დიდი მოჭიდავეების გამოყვანა და სხვათა შორის ბევრმა გაამართლა პროდეო ან ვითამაშა, ანუ იმიტომ რომ იქ როგორც მე გამიგია წუნა ან თავისუფლად გასკუჭიდავებში ძალიან ძიმია და ეს ფიზიკური სიდიდით გამოირჩევიან იქიდან განმოსული ბიჭები და ნუ პირველ ხაზში უკვე აქ რა ხდება მოლი მიდის ბაბუნაშვილი კონტროლერს ჩაება ქოიავა და ალბათ მე გაიტანოს ხა ხუროშვილი გაიტანა კიდევაც მეტრეველი თვითონ მივიდა მოიგო რამდენიმე მეტრი სულ აკეთებს უპირატესობას და ამოიღო ჯაშმა რა ბურთი წამოიღო აქ დააგვიანა გადაყრა ლეოს რაკში და არმიას დარჩა ეს ბურთი ჩქარობს ნინიძე გადაიტანა კარგი პოზიცია ნახოთ უბრალოდ ნუ ბოლო ნავის ბოლო წუთზე მეტია არმიას ძალიან უჭირს ფაზების აგინძვა აბა ქვათაძე ხო არ ახტარა ლელო შესაბამისად არ იქნება თუ იყო როგორც ჩანს სამხალხოდან ნუ რა თქმა უნდა ამ დროს დრო შეიძლება გასულია მაგრამ ბურთი უნდა შევიდეს თამაში ნახოთ თუ შეუძლებს თუ წამოვა შეტევაზე აი აქ შვენივრად მოიგო ლელო მეზბურთი საინტერესოა დაასრულებენ თუ არა ისინი ტაიმს ანუ გასუიანი აქვს საიდან აღმოჩნდა მოკლედ კი ამაში კარგი არა მართლა აი მოლში აი განსაკუთრებულად გამორჩეულია ფარნა გასუიანი და არის დრო კიდე არის როგორც ჩანს დრო ხო თავისუფალზე არ კიდე თავმაზე თავდება ხო ერთი ეგ ის არის რა თავისუფლებას რო ვერ დაამთავრებ წავიდა ვახტანგ ქოთაძე და აქ 10 მეტრი წესი არ დაიცვეს ძალიან სწრაფად ამოვიდნენ არ გამოვიწყოთ ოლი კარგად წაიღო იაშვილი ქვათაძე უშრა ბოჭვა იყო აქ მაისურაძეს და საბოლოოდ ხო შენ ჩანს სწორად აღნიშნე კი მაგრამ თავისუფალი იქნება ხო თული აქედან ნუ კარგად აი ძალიან კარგად ბოჭავს ნელო და აი მე ისე დავიღალე გუში ყოჩები აი აზე ზღვის მიყავს და მაშინ რაღაცებს ვეღარ ხედავ კარგი მიძალება წამოვიდნენ არმიელები მეორე ფაზაზე გადავიდნენ ჯერჯერობით ლელო კარგად და დასავარია უჯარი მოდიცავს თავს ქვათაძე ისე აქტიურია ძალიან ჭეიშვილი ცოტა გამართული მივიდა უნდა წაწიოს უნდა ჩავიდეს მიწაზე თორე არა და გაჭედეს დაკარგა ბურთი ხო წინ თამაში და აი ამით დაასრულეთ პირველ ტაიმში თამაშუკელი თამაშების დაისვენებენ ჩვენს ხაოსი იყო კი დაგემშვიდობთ 10 წუთით გავალთ და დაგიბრუნდებით ველით საინტერესო მეორე ტაიმს არმია ჯერ კიდევ თამაშია და ვიმედოვნოთ რომ ქარი ოდნავ მაინც ჩაწყნარდება დროებით